საბაკალავრო ნაშრომის მოსამზადებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნორვეგიაში 4 სტუდენტის გააგზავნის. შერჩეულ სტუდენტებს მოსაწვევები დღეს ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა გადასცა. სტუდენტები საზღვარგარეთ ვიზიტი ტურიზმის ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის ტურიზმი მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება ფარგლებში გახორციელდა. საბაკალავრო ნაშრომში ასახული იქნება ტურიზმის განვითარების ნორვეგიული გამოცდილება, სასოფლო ტურიზმის, ზამთრის კურორტების მენეჯმენტის, ტურისტული მომსახურების განვითარების სტრატეგია. ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში დარჩებიან. კონკურსში ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 15 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 4 ინგლისური ენაში. ტესტირების, კომუნიკაციის უნარისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით შეირჩა. ახალგაზრდები ნორვეგიაში 2015 წლის 1 მარტიდან გაემგზავრებიან. ძალიან კარგი პროექტი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ საშუალებას მოგვცემს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს, იმისთვის რომ რაღაც გარკვეულ დიდ წარმატებას მივაღწიოთ ამ კუთხით და თან ის გამოცდილება, რომელიც შეიძლება ნორვეგიაში მივიღოთ, დაგვეხმარება აქ ძალიან ბევრ საქმეში. ინგლისური ენის ცოდნა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სტუდენტები ყოველდღიურ კომუნიკაციაში იქნებიან ნორვეგიელებთან, რომელიც ფლობენ ინგლისურ ენას. მესამე კრიტერიუმი იყო ეს კომუნიკაცია, ინტერვიუ ჩაუტარეთ და მეოთხე კრიტერიუმი ეს სადიპლომო, ანუ საბაკალავრო ნაშრომი. 4 გამარჯვებული სტუდენტი 1 მარტიდან მიემგზავრება ნორვეგიაში საბაკალავრო ნაშრომის მოსამზადებლად, მათი გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ვფიქრობთ, ეს არის იმ მეცნიერული კომპონენტის შესრულება ნორვეგიაში, რომელიც შემდგომში ჩვენთან სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში დაეხმარებათ მათ.